თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მურთაზ ოდელავას მორიგი სასამართლოს ხდომა გაიმართა. პროცესს ბრალდებულებიდან მხოლოდ ლევან ხაბეიშვილი ესწრებოდა. მურთაზ ოდელავამ კი ხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლეს და მოწმის სახით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი შოთა პაპუაშვილი დაიკითხა. დაკითხვის პროცესი ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილი სპეცრაზმელებს ქრთამს მათი გადმობირების მიზნით სთავაზობდა. ამის საპასუხოდ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მოწმეს კითხა, მონაწილეობდა თუ არა პირადად მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში, რაც პაპუაშვილმა უარყო. მის რეპლიკამ ხაბეიშვილის გაღიზიანება გამოიწვია, მან მოწმე ფიცის ქვეშ ცრუ ჩვენების მიცემაში დაადანაშაულა. მოწმე პაპუაშვილმა ჩვენებისას თქვა, რომ სამართალდამცველებისთვის ნებისმიერი თანხის შეთავაზება კანონდარღვაა და მძიმე დანაშაულია. მან გაიხსენა, რომ პოლიტიკოსი სპეცრაზმელებს 2000 ამერიკულ დოლარს თავაზობდა, თუმცა პაპუაშვილმა ვერ შეძლო ბრალდებული პოლიტიკოსის განცხადებიდან სხვა მნიშვნელოვანი ფრაგმენტების გახსენება, ან იმის დაკონკრეტება, თუ როდის უნდა აიღოთ თანამშრომლებს მითითებული თანხა. როდის ან რომ მოისმინეთ იმ მოწოდებაში გასამოდიო როდის მიიღებს ჯილდოს რა მოისმინეთ საიდან გასწრებით ამ ჯილდოს როდის და როდის მიიღებს ვიდეოს მოუყურეთ იმ თანხას რა სახსენით მიდელო და არ მოусმინე უბასო ხება რა სახსენით და როდის რომ იმ თანხის საგანძო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლობა აშიოს რომ მასე პარისკოვი ერთი ვაშია მოიწევს როდის მოხდებოდა ამ თანხის მიღება და საიდან ვინ იცედა ამ ახსოვთ ან არ ახსოვთ ეს საინტერესოა ვარა ვიდეოები მაგარი უამრავი მე ამ უამრავი ვიდეოდან რა მე რა იმ კონკრეტულ შემთხვევაში რასაც პულის კომპენსაცი მე იქ პაროლოს როგორ შეიძლება ამისთან მოწმეს ვიდეო რომელიც კაცი არის საქმეს ვიდეოებს არცებში არ მისმენიათ საიდან და როდის იქნებოდა აღნიშნული ჯილდო მიღებული იქ იყო პროდუქტის საიდან როდის აღარ მისმენია ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასევე დაინტერესდა, რა პრინციპით შეარჩია დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მოწმეს სწორედ შოთა პაპუაშვილი. თქვენ თქვით, რომ გედედეს უთხრესო გამოყავით 3 და თქვენ გედედენ გამოგო ანუ რა დაზემულია და ვის საფუძველზე მოხდა გამოძიებელმა ვიდა სახელი და გვამზით გამოძიებელმა დაგიკითხა არ მოიწევ ვერ მოხდა შეგიძლია მოწვი და პარაკე არის არამე რაოდენობა საფერ არ გქონია და მოდის უბრალოდ ხაბეიშვილი დასაჭერი იზაბ და აი მარტო ეს მე და გამოძიებელმა
გიგაგეთ არცი. ლევან ხაბეშვილი 11 სექტემბერს ტელეკომპანია ფორმულას ეზოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სატელევიზიო ეთერიდან სპეცრაზმელებისთვის ფულადი თანხის შეთავაზების ბრალდებით დააკავა. ბრალის წაყენების შემდეგ კი გაირკვა, რომ მას ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებასაც ედავებიან. ამ ორივე ბრალით ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 13 სექტემბერს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ხაბეშვილთან ერთად 11 სექტემბერს დააკავეს მურთაზ ოდელავაც. მას ხაბეშვილის მობილურის გადამალვას ედავებიან, რომელიც მას დაკავებისას პოლიტიკოსმა მიაწოდა. მურთაზ ოდელავას ამ საქმეზე ბრალი გამოძიებისთვის ხელი შეშლის მუხლით წაუყენეს და გირავ შეუფარდეს. მოგვიანებით 4 ოქტომბერს ის სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ბრალდებით დააპატიმრეს.